აი საერთოდ საქართველოში არის ძალიან ესე არმენოფობიურად აგორებული ეგეთი ამბავი, რომ აი ბაგრამიანის ბატალიონი, ამ ბაგრამიანის ბატალიონზე, ხო, ჯერ ერთი ბატალიონი ვიცოდეთ რაოდენობის არის ბატალიონი საერთოდ არის 500-დან 800 კაცამდე, ხო? ნუ შეიძლება იქ გადაკომპლექტება და ზედმეტით 1000 კაცამდე ავიდეს. იმას ვერ გაცდება, 1000 კაცს ვერ გაცდება ბატალიონი. 1000 სომეხი იქ არც იქნებოდა ვინც აიღებდა ავტომატ სავარაუდოდ 200 საგაცე ყველაზე მაქსიმუმ. ხო. ანუ გინდა 1000 იყოს. ამას გაავრცელებენ ხოლმე მთელ სომხეთის ეთნოსზე, ისტორიაზე, ამაზე, იმაზე, რაც არის სიგიჟე, იმიტომ რომ აქეთა მხარეს ბევრი ავლაბრელი სომეხი იბრძოდა საქართველოს მხარეს და იმათი წვლილი, იმათი სიცოცხლე არის საერთოდ დაკარგული და ეს მეგობრებო ხა მე რატო ვამბობ ამას, ხო, მსმენელს მინდა რომ მიუმართო. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცხოვრობს ჩვენ თანამოქალაქე 200,000 სომეხი ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე, ხო? ჩვენ თუ აი ამ 500 თუ 200 კაციან ბაგრამიანის ბატალიონს მივაწერთ ყველას, აი ჩვენ თანამოძმეებს, რომლებთან ერთადაც ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ხო და თუ თქვა საქართველოს გაუჭირდა ისევ ამ ხალხთან ერთად უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა, თუ ამათ იმათ მივაწერთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ვასუსტებთ. არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ საქართველოს გულისთვის თავი ვინც დადო, ეს იქნებოდა ავლაბრელი სომეხი თუ სხვა სომეხი თუ სხვა აზერბაიჯანელი თუ ქისტი თუ ასე შემდეგ, ხო? იმათ მადლობა უნდა უთხრათ რა და არ შეიძლება ესეც ცალსახად რომ მივაწეროთ ბაგრამიანის ბატალიონს, ყველა ვინც სომეხად დაბადებულა ამ ქვეყანაში.